პროგრამა ჯერ იტვირთება, შემდეგ კი სისტემაში ეშვება. ელექტრონული ვებგვერდი საბა დღეიდან არა მხოლოდ დიდებს, არამედ ბავშვებსაც მისცემს საშუალებას წიგნებთან ურთიერთობა დაიწყონ. ყველაფერი კი კითხვით იწყება. TBC ბანკი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ნოვატორული პროექტით გამოდის. საბას ელექტრონული წიგნების სახლში უკვე დღეიდან თქვენს პატარებსაც შეეძლებათ კითხვა დაიწყონ. აი ამ ბავშვებს ეხლა თაობას ეძახიან screen reader-ებს, მაგათ უფრო ეკრანთან უწევთ ურთიერთობა ვიდრე ქაღალდის ფურცელთან და ამიტომ ეს გარემო ეკრანი მაგათთვის არის ძალიან ბუნებრივი და ძალიან ბუნებრივია რომ იქიდან ცოდნა მიიღოს, ინტერაქციაში შევიდეს, თვითონაც იყოს აი ცოდნის მიღების პროცესის თანამონაწილე და ასე შემდეგ. ტექნოლოგიების საუკუნიშვილებისთვის, ვისთვისაც ეკრანი ბევრად უფრო ახლობელია, საბას ელექტრონული ვებგვერდი ინტერაქციული წიგნს თავაზობს. ყველა თაობა იძახის, რომ ეს ახალი თაობა, რომელიც მოდის, ნაკლები ცოდნა აქვს და აქვს არ კითხულობენ და ასე შემდეგ, მაგრამ როგორც კი რამე პრობლემა აქვს ტექნიკურ მოწყობილობასთან, ხო, მიდიან გაუნათლებელ თაობასთან და გაუნათლებელებს თხოვენ, რომ აუ იქნებ რაღაცით დამეხმარო რა. უბრალოდ მე მგონია, რომ ინტერესების სფერო იცვლება რა. იმათვის აი ეს ელექტრონული მოწყობილობების სამყარო, ხო, ეს ელექტრონული მოწყობილობების ენა უფრო გასაგები არის. ეს არის სკოლამდელი ბავშვებისთვის, რომლებმაც არ იციან წერა-კითხვა, მაგრამ უყვართ თამაში, თამაშით როგორ უნდა ისწავლონ წერა-კითხვა. ამისთვის შეიქმნა საბას ამბანი, რომელიც შეიძლება ტელეფონებში თუ ტაბლეტებში ჩამოტვირთონ უფასოდ უკვე დევს Google Store-ზე. ნებისმიერმა მშობელმა მისცეს ბავშვს შემდეგ ეს ტაბლეტი თუ ტელეფონი და ბავშვი სასარგებლოს და სასიამოვნოს ერთდროულად მიიღებს აქედან. ამის პრინციპი არის, რომ გამოდის სათითაოდ თითოეული ქართული ასობგერა და თვითონ გვაჩვენებს როგორ უნდა შემოხაზოს და ბავშვი იწყებს ამის შემოხაზვას. ინტერაქციული წიგნი ერთგვარად ელექტრონული წიგნისა და კომპიუტერული თამაშის კომბინაციაა. პატარა თან ტექსტებს ეცნობა და ამავდროულად მოძრავ ილუსტრაციებთან შედის ინტერაქციაში, როგორც ჩვეულებრივ, ონლაინ თამაშის შემთხვევაში ხდება. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ონლაინ თამაში საგანმანათლებლო კომპონენტი თითქმის არ არსებობს. სისტემის პროტოტიპს პირველი 4 წლის ილია მირიანაშვილი ტესტავდა. გილიკო მოგწონს ეს? კი. მიდი. აბა, მიდი. ბოლომდე გადი. არა, დაგჭერი. მიდი აბა. ინტერაქციული წიგნების მეშვეობით ბავშვები დამოუკიდებლად უფროსების დახმარების გარეშე სწავლას ეჩვევიან. ხმოვანი ეფექტის დახმარებით კი შემეცნების პროცესი კიდევ უფრო მარტივდება, რადგან ამ შემთხვევაში ბავშვები არა მხოლოდ იმახსოვრებენ ასოების მოყვანილობას, არამედ ესმით კიდეც ბგერები, რომელსაც ეს კონკრეტული ასო-ნიშნები ასახავენ. კითხვის სწავლა სკოლამდელი ასაკის ბავშვებს უკვე ამ წუთიდან პლანშეტურ კომპიუტერზე, ტაბლეტზე ან Android-ებზე შეეძლებათ. სულ მალე კი iOS-სა და iPad-ზე.